მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში 27 ღუმელი ჩაირთო. მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადა ჯორჯიან მანგანეზის თასზე. ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ახალი პროექტი დაიწყო. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები. დღეს ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის ელექტროსარემონტო საამქროს ელექტრომონტიორის გიორგი ტალახაძის შესახებ გიამბობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 24,917 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 24,531 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 4,424 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 3,880 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეზს ჯამში 4,116 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. სფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 3,973 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში 27 ღუმელი ჩაირთო. 15 დღის შემდეგ მეტალურგები ახალი ღუმელიდან პირველ შენადნობს მიიღებენ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი გადაიარაღების პროცესს ეტაპობრივად არსებული გეგმის მიხედვით ახორციელებს. დაახლოებით 4 თვიანი კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მეოთხე საამქროში 27 სადგომი ღუმელი ჩაირთო. მეტალურგებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა სფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა მიულოცა. ვასილი გერეგამ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და მოსალოდნელ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ეფექტებზეც გააკეთა აქცენტი. Металлургия такая вещь, что раз в 8-9 лет должны делать капремонт полностью печи. მეტალურგიული წარმოება ისეთია, რომ დაახლოებით 10 წლის მუშაობის შემდეგ გადაიარაღებას საჭიროებს. აუცილებელი ხდება კაპიტალური შეკეთება. ამ დრომ ამ ღუმელისთვის უკვე გაიარა და ჩვენ დაახლოებით 4 თვიანი შეკეთების შემდეგ ის ჩავთეთ. აქ ბევრი რამ შეიცვალა. ტექნიკურ სამუშაოებთან ერთად ნულინიშნულიდან ბეტონის სამუშაოებით ჩატარდა. პნევმოტრანსპორტზე გადავიდა გაზგამწმენდი სისტემა, რომელიც ვფიქრობთ ეფექტური იქნება. ძირითადი კონსტრუქცია არ შეცვლილა, იგივეა სიმძლავრეც, მაგრამ გაუმჯობესებულია აირის გაწოვის რეჟიმი, რაც მავნე აირების გაფრქვევის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ახლა უნდა დაველოდოთ 15 დღე, როცა ღუმელი გახურების რეჟიმს დაასრულებს და პირველ შენადნობს მოგვცემს. ეს იქნება უკეთესი შენადნობი, რაც ქართულ ეკონომიკასაც წაადგება და მათაც, ვინც აქ მუშაობს. Грузинскую экономику это работа для людей, которые здесь работают. 27 ღუმელის კაპიტალური შეკეთება ნული ნიშნულიდან დაიწყო და მასში საწარმოს სხვადასხვა დატვირთვის მქონე ქვესტრუქტურები მონაწილეობდნენ. მოდერნიზაციის მიზნით განხორციელებული სარემონტო სამუშაოები ღუმელის ექსპლუატაციის ვადის განხანგრძლივებასთან ერთად მის წარმადობასაც გაზრდის და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მომგებიანი პროექტი იქნება. საწარმოს მთავარი ინჟინერისაგან მიღებული ინფორმაციით, ღუმელის პნევმოტრანსპორტის სისტემაში მიერთებით უბანზე დამტვერიანება მაქსიმალურად შემცირდება. პროცესი, რომელიც ჩვენ აქ განვახორციელეთ, თავის თავში მოიცავდა მეტალურგიული ამონაგის მთლიანად შეცვლას, შეიცვალა ღუმელის გარცმი, შეიცვალა მილსადენი, კაზბსადენი მილები, შეიცვალა რიგი სპილენძის დენმიმყვანი მოწყობილობები, კეთდება ღუმელზე, ეხლაც დამთავრების პროცესში არის, მაგრამ მის ჩართვას ხელს არ უშლის, ქურიდან გაზების გაწოვის სისტემა
და მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა გაზგამწმენდ მოწყობილობაზე, სადაც მოიხსნა მთლიანად ეს ძველი სისტემა. მოგეხსენებათ თქვენ რომ ჩვენ ერთ ბლოკზე, ანუ 4 ღუმელზე უკვე დამონტაჟებული ჰქონდა პნევმოტრანსპორტის სისტემა და მეორე ბლოკის 4 ღუმელიდან 27 ღუმელი არის პირველი, სადაც განვახორციელეთ ეს პროექტი. 27 ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებით, როგორც ვასილ არევაძე ამბობს, პროდუქციის მწარმოებელი ძირითადი მეოთხე საამქროს სრული 100%-იანი დატვირთვის რეჟიმზე გადავა. მისივე ინფორმაციით, პირველ პროდუქციას რეაბილიტირებული ღუმელი 15 დღეში გამოუშვებს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ღუმელი იქნება გახურების რეჟიმში და უკვე მოგწევს პირველ პროდუქციას და ამუშავდება უკვე დადგმულ სიმძლავრეზე. ღუმელზე კონსტრუქციული სამუშაოები ჩატარდა ისეთი, რომელიც თეორიულ გათვლებთან უფრო ახლოს არის. სხვა ღუმელებთან შედარებით შემცირდა ღუმელის მუშა ამონაგის სიმაღლე, რაც სხვა ქარხნებთან პრაქტიკიდან გამომდინარე უფრო დადებით შედეგს იძლევა პროდუქციის წარმოების მხრივ. მეტი პროდუქცია უნდა მოგწეს ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯით. მეოთხე საამქროს დარჩენილი 3 ღუმელის მოდერნიზებისა და მისი პნევმოსისტემაში ჩართვის პროცესი გეგმაზომიერად გაგრძელდება. ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ახალი პროექტი დაიწყო. მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადა ჯორჯიან მანგანეზის თასზე. პროექტის პრეზენტაცია ჭიათურის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტარები, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ვისწავლოთ ხალისით ოლიმპიადა ჯორჯიან მანგანეზის თასისთვის. პრეზენტაცია გაიმართა ჭიათურის კულტურის ცენტრში. ოლიმპიადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის 3 სხვადასხვა სახეობაში ეტაპობრივად ჩატარდება. პირველი შეჯიბრი აპრილში გაიმართება და პროექტში მონაწილე გუნდები ინტელექტუალურ, სპორტულ და მხიარულთა და საზრიანთა ლიგაში დაუპირისპირდებიან. მსხვილბიუჯეტიანი და მასშტაბური პროექტი ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ეს პროექტი არ შედგებოდა, რომ არა საქართველოს პარლამენტის წევრი ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე. სწორედ მისი ძალისხმევით, მისი მოძიებით მოხდა ის, რომ ჩვენი პროექტი დააფინანსა შეპესე ჯორჯიან მანგანეზმა. დიდი მადლობა მას ამ მხარდაჭერისათვის. პროექტზე თავისუფალ მცოდნეთა კავშირი მუშაობს. მას შემდეგ, რაც შიდა შესარჩევი კონკურსები გაიმართება, გუნდები ოლიმპიადისთვის მზადებას დაიწყებენ. მათ სამივე ლიგაში დახმარებას კონკრეტული პროფილის სპეციალისტები გაუწევენ. შეჯიბრი თვეში ერთხელ ჭიათურის კულტურის ცენტრში გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ნოდარ ჩაჩანიძე გაუწვება. მხიარულთა საზრიანთა მმართველობის ხელმძღვანელი ვიქნები და ერთ-ერთი ორგანიზატორი ზოგადად პროექტისაც. იმედი მაქვს, რომ სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ ამ პროექტიდან იმ შედეგს, რაც ველოდებით. ოლიმპიადის მიმდინარეობა სპეციალური ჟიური შეაფასებს. შეფასების სისტემას რაც შეეხება, ყველა გუნდი ითამაშებს ბოლომდე და გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომელიც სამივე სახეობაში დააგროვებს მაქსიმალურ ქულათა რაოდენობას. შეფასება იქნება ნამდვილად სამართლიანი და აუცილებლად ობიექტური. პროექტის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება ახალგაზრდებში. ისინი ჯორჯიან მანგანეზის სურვილს მხარი დაუჭიროს მოზარდების განვითარებას დადებითად აფასებენ. მგონია, რომ კარგი გამოვა ეს პროექტი და ბევრი წარმატებებიც მოყვება. პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, სპონსორის მოძიებაში მათ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე დაეხმარა. მადლობა მინდა გადაუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ გამოიჩინეს ინიციატივა ამ პროექტის დაფინანსებისთვის. ყველას ვინც ამ პროექტში ჩართული იქნება უშუალოდ მონაწილეობას მიიღებს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი დაობისთვის და ახალგაზრდებისთვის მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ამით ჩვენი ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა, მიეჩვევიან და ისავლიან იმ ყველაზე მთავარ და ღირებულს, რასაც მომავალში სირთულეებთან ჭიდილი და ბრძოლაში ჭიდილი ჰქვია. ოლიმპიადის პრეზენტაციას კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პატა ნადირაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდნენ. პატა ნადირაძის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მიესალმება მსგავს ინიციატივებს.
მადლობა მინდა დღევანდელი დღის ორგანიზატორებს გადავუხადო რაიონის დეპუტატს ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას, რომელმაც მართლაც არაჩვეულებრივი საქმე წამოიწყეს. სასკოლო ოლიმპიადა ტარდება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბები ჩამოყალიბდება ყველა სკოლაში, ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. იუმორში ძალიან ბევრი ალბათ კარგი სასიამოვნო საღამო გველოდება წინ. უმერთის გუბერნია მიიღებს მონაწილეობას აუცილებლად ამ მიმდინარე პროცესებში და დღეს შევპირდით ჩვენ ამ ბავშვებს, ამ საზოგადოებას, რომ ბოლოს, როდესაც შემოდგომაზე დაჯილდოების პროცესი განვითარდება, დაჯილდოების დღე იქნება, აუცილებლად იმერთის გუბერნია მიიღებს მონაწილეობას და ჩვენი სახელით აუცილებლად გამარჯვებულს დავაჯილდოებთ. მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა ჯორჯიან მანგანეზის სოციალური პასუხისმგებლობის განცდას და აღნიშნა, რომ ესაა საუკეთესო მაგალითი თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. ეს გახლავთ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის არაჩვეულებრივი მაგალითი. მინდა მადლობა გადაუხადო ჯორჯიან მანგანეზს ამ ძალიან კარგი წამოწყებისთვის და მე ვფიქრობ ეს გახდება ასევე მაგალითი სხვა რაიონში მოქმედი კერძო კომპანიებისთვის, რომ ხელი შეუწყონ განათლების სისტემაში ინოვაციების და საინტერესო პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დიდი ინტერესით მიმდინარეობას და იმედი მაქვს, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ვიზიტი არა მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, არამედ სხვა ზოგადი და პროფესიული განათლების სასწავლებლების მონახულებისა და მათი პრობლემატიკის გაცნობის თვალსაზრისით. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი წლებია ხელს უწყობს ნიჭიერ მოზარდებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე. აღნიშნული პროექტიც იმ საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებაა, რომელსაც კომპანია ეწევა. ჯორჯიან მანგანეზი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდებს, არა მხოლოდ ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც. ჩვენ ყავს ნიჭიერი მუსიკოსები, სტიპენდიანტები, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელიწადია მათ მოგზაურობას ფესტივალებზე, მათ სწავლას ჩვენ მხარს უჭერთ ახალგაზრდა და ნიჭიერ სპორტსმენებს ჭიათურაშიც, ზესტაფონშიც და რა თქმა უნდა დიდი სურვილი გქონდა, რომ ეს მხოლოდ ერთეულ ნიჭიერ ადამიანებს კი არ შეხებოდა და ახალგაზრდებს, არამედ მთლიანად სასკოლო და რეგიონალურ დონეზე ყოფილიყო მათი ნიჭის წარმოჩენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჭიათურელი ახალგაზრდები და მოსწავლეები, ვინც ამ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას როგორც სპორტული, ისე ინტელექტუალურ და საზრიანთა ჩემპიონატებში, გამოავლენენ მაქსიმალურად თავიანთ შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მეტად გახსნიან თავიანთ ტალანტს, ესე რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეს ტურნირი დაახლოებას სხვადასხვა რაიონის მოსწავლეებისას. პროექტისთვის საგანგებოდ შეიქმნა სპეციალური ლოგო, ძალიან საინტერესო და სიმბოლური. ჭიათურის სასკოლო ოლიმპიადა ჯორჯიან მანგანეზის თასზე 4 ეტაპისაგან შედგება, რომელთა დასრულების შემდეგ ფინალური თამაშები გაიმართება. ვინ იქნება ჯორჯიან მანგანეზის თასის პირველი მფლობელი, ცნობილი ოქტომბერში გახდება. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები. დღეს ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის ელექტროსარემონტო საამქროს ელექტრომონტიორს გიორგი ტალახაძეს გაგაცნობთ. ეს არის ძრავების გასასინჯი გარადა. ძრავები დაზიანებული ძრავები რომ მოდის ელექტროსაამქროში გადასახვევად, არის აქ სპეციალური ბრიგადა, გადაახვევენ ძრავებს და გასასინჯად მოდის აი ამ შემორაგულში აქანა. უსაფრთხოდ რომ იყოს მიტუარის ეს შემორაგული ასე და ამ კარადის საშუალებით ჩართვის მომენტში მოხდება ამ ძრავების მოძრაობაში მოყვანა. ისინჯება მისი ვარგისიანობა. ძირითადი ელექტრომოწყობილობების მონტაჟზე, საწარმოო დანადგარებისა და აგრეგატების რემონტზე და გამართულ ელექტრომეურნეობაზე პასუხისმგებლობა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. საქმე, რომელსაც 37 წელია ემსახურება, მაქსიმალურ ყურადღებასთან ერთად გონებრივი და ფიზიკური მუშაობის სინთეზია. მთელი ეს სირთულე მისი აზრით პროფესიული ინტერესისთვის საკმაო მოტივაციას ქმნის. ამ დამოკიდებულებით გიორგი ტალახაძემ ელექტროსაამქროში ელექტრომონტიორის პოზიციაზე 37 წელი გაატარა. ახალი კეთდება ყველაფერი და ახალი აპარატურები შემოვიდა და ძალიან სასიამოვნოა ჯერ მუშაობითაც და მე რა თქმა უნდა საინტერესოა კიდევაც რო კეთდება და აგერ სამხროში და ახალი კარადები რომ გია ეთყობა რომ სილამაზე აქვს მაინც თავისი ამ ისეთი სამუშაოა ეს ელექტრობა რომ თავის ესთეტიკა უნდა ქონდეს მაინც მის მონტაჟი და რაღაც გაყვალებს რო შეხედავ მაინც არის ფიზიკური მუშაობაც არის რა თქმა უნდა
გონებრივი ფიზიკური მუშაობა ორივე ერთდროულად ხდება. ძალიან რთულია და თან ძალიან საინტერესოც. ფეროშენადნობდა ქარხნის ელექტროსარემონტო საამქროში დასაქმებულ 1000-მდე თანამშრომელს შორის გიორგი ტალახაძეს ბევრ სხვა ადამიანურ ღირებულებებთან ერთად უპირველეს ყოვლისა დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობისადმი დამოკიდებულებით გამოარჩევენ. საამქროში კარგად იციან მისი თავდაუზოგავი შრომისა და გამოცდილების ფასიც. გია გამოირჩევა კეთილსინდისიერი შრომით, კოლექტივში ძალიან დაფასებული პიროვნება არის, საქმეს ვენდობით მთლიანად ბოლომდე. კარგი მეოჯახე პიროვნება არის, კარგი ადამიანი არის და რა ვიცი, ყველაფერი კარგი შეიძლება ითქვას ბატონ გიაზე. რაც შეეხება საქმეს, კი, ნამდვილად თვალდახუჭული ენდობა მთელი კოლექტივი და პროფესიონალი არის ამ საქმეში, რაც თავარია, ძალიან კარგად უძღვება თავის საქმეს. გიორგი ტალახაძისა და მისი კოლეგების დისლოკაციის ადგილი ქარხანაში საჭიროებისამებრ განისაზღვრება. ელექტრომონტიორები არიან ყველგან, სადაც მათი ფხიზელი თვალი და მაღალი კვალიფიკაცია სჭირდებათ. პროფესიული ვალდებულება მათგან შრომის მოყვარეობასა და პასუხისმგებლობას ერთნაირად მოითხოვს. გიორგის ეამაყება საწარმოს ნებისმიერ უბანზე ელექტრომეურნეობის გამართვაში ძლიერ სპეციალისტთა გუნდთან ერთად რომ მონაწილეობს. ახალი მონტაჟი გაკეთა თითქმის აღუმენი მთლიანად შეიცვალა. განსხვავებულია ძალიან ჩვენ ღუმელებთან შედარებით. და შაფათკვირიებით მუშაობდით, ისეთი დაძაბული მუშაობა იყო და დღეს მაყოფილები ვართ, რომ მიჩვენებათ რო გიგინოს, უგუნოს, მაინც ნაშრომი ჩანს, ნაყოფი მაინც. მთელი კოლექტივი დაძაბული ვიყავით, მაგ 24 ღუმელის გაშვებაზე თითქმის მთელი კოლექტივი დაწყილი ენერგეტიკიდან, მთავარი ენერგეტიკიდან დამთავრებული რიგით მუშაობდე. გიორგი ტალახაძე 3 ქალიშვილისა და 5 შვილიშვილის ბაბუაა. პროფესიულ საქმიანობაში დაღლილი დარჩენილ დროს ზედა საქარაში საკუთარ საოჯახო მეურნეობაში ატარებს. ამბობს, რომ უყვართ სეზონური ნადირობა და ინტენსიურად ეცნობა სპორტის ამბებს. ყოველი ახალი დილიდან კი მისთვის ახალი სამუშაო დღე იწყება, რომელიც გიორგი ტალახაძის შრომით ბიოგრაფიას აგრძელებს. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. გემშვიდობებით ერთი კვირით. მომავალ შეხვედრამდე.